თავი მე-12. მათვე შესახებ. ამრიგად, ეს გვისწავლია წმინდა სიტყვებისაგან, როგორც ამბობს საღვთო დიონისე არეოპაგელი, რომ ღმერთი არის ყოველივეს მიზეზი და დასაბამი, არსთა არსება, ცოცხალთა სიცოცხლე, მოაზროვნეებად მყოფთა აზრი, გონისმიერად მყოფთა გონება, მისგან გამრდომილთა უკუხმობა და აღდგინება, ბუნებით ხრწნათთა განახლება და გარდასახვა, უწმიდური რამ რყევით შეძრულთა წმიდა საფუძველი და მდგომარეთა საიმედოობა, მისკენ ამავალთა გზა და ზეამზიდველი ხელთყრობა. დაუძენ აგრეთვე, რომ იგია მისგან შექმნილთა მამა, საკუთრივ მამა უმალ ღმერთია ჩვენთვის, ვინც არარსებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა, ვიდრე მშობლები, რომლებმაც მისგან მიიღეს არსებობაც და მშობლობაც. მისდამის შედგომილთა და მისგან დამწყსილთა მწყემსი, განათლებადთა გაბწყინვება, სრულქმნათთა სისრულეთ დასაბამობა, განღმრთობათა ღმრთეებით მოთავეობა, განდგომილთა მშვიდობა, მარტივქმნათთა სიმარტივე, შეერთებადთა ერთობა, ზიარსი ყოველი დასაბამისა, როგორც ზედა დასაბამობითი დასაბამი და მისი დაფარულობის, ანუ მისი ცოდნის ყველასადმი კეთილი წილმოძელობა, თითოეულის დატევნისამებრ და წდომისამებრ. კვლავ საღვთო სახელების შესახებ უფრო ზედმიწევნით. ღვთაება, რომელიც მიუწვდომელია, უთუოდ უსახელო იქნება. ამიტომ უმეცარნი ვართ რა მისი არსებისა, ნუ ვეძიებთ მისი არსების სახელს. რადგან საქმეთა განმაცხადებელია სახელები. კეთილმა ღმერთმა, რომელმაც სიკეთესთან წილმქონეობისთვის არარსებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა და მცოდნენი გავხადა ჩვენ, ისევე არ გაგვინაწილა ცოდნა მისი არსებისა, როგორც თვით მისი არსება, რადგან შეუძლებელია, რომ ბუნებამ სრულად შეიცნოს მასზე ზემდებარე ბუნება. ამასთან, თუ მცოდნეობანი არსთა შესახებაა, ის რაც ზიარსია, როგორღა იქნება საცოდნელი. ამრიგად, გამოუთქმელი სიკეთის გამო ისათნოა ღმერთმა, ჩვენეულთაგან ყოფილიყო სახელდებული, რომ სრულიად უწილმქონეო არ დავრჩენილიყავით მისი შემეცნებისა, არამედ გქონოდა მის შესახებ თუნდაც ბუნდოვანი აზრი. რამდენადაც მიუწვდომელია ღმერთი, იმდენად უსახელოც, მაგრამ მას როგორც ყოვლის მიზეზსა და ყოველი არსის ნიშადთა და მიზეზთა თავის თავში წინასწარ მქონეს, ყველა არსის სახელი ეწოდება, მათ შორის საპირისპიროთა სახელებიც, როგორც მაგალითად სინათლისა და სიბნელისა, წყლისა და ცეცხლისა, რომელთაგანაც უნდა შევიცნოთ, რომ არც ერთი მათგანი არ არის ღმერთი არსობრივად, არამედ ზეარსია და უსახელო, მაგრამ როგორც ყოველი არსის მიზეზი, ყველა ნამიზეზების სახელით იწოდება იგი. ამიტომ საღვთო სახელთაგან ნაწილი უკუთქმითად ითქმის, რაც ხატყობს ღვთის ზეარსულობას, როგორც მაგალითად უარსებო, უჟამო, დაუსაბამო, უხილავი. ასე იწოდება იგი არათუ იმიტომ, რომ რაიმეზე ნაკლებია ან რაიმეს მოკლებულია, რადგან მისი არის ყოველივე და მისგან და მის მიერ შეიქმნა და მასზე შემყარდა იგი, არამედ იმიტომ, რომ ზიაღმატებით გამიჯნულია ყველა არსისაგან, არსთაგან არაფერი არ არის იგი, არამედ უზემოესია ყველაფრისა. მტკიცებითა თქმულნი მეორე მხრივ მიემართება ღმერთს, როგორც ყოველთა მიზეზს, ამიტომ მას, როგორც ყოველი არსისა და ყველა არსების მიზეზს, ეწოდება არსი და არსება, ხოლო როგორც ყოველი აზრისა და სიბრძნის, აგრეთვე მოაზროვნისა და ბრძნის მიზეზს, ეწოდება აზრი და მოაზროვნე, სიბრძნე და ბრძენი. მსგავსადვე ითქმის მასზე გონება და გონისმიერი, სიცოცხლე და ცოცხალი, ძალა და შემძლე, ასევეა ყველა სხვა სახელთაგან დაკავშირებითაც, რომელთაგან უპატიოსნესნი და უფრო მიახლოებულნი ღმერთს უფრო საკუთრივად ეწოდება მას. მართლაც, რადგან უნივთო უპატიოსნესია ნივთიერზე, განწმენდილი განუწმენდელზე, წმიდა ბიწიანზე, ამიტომ ისინი უფრო უახლოვდებიან ღმერთს, როგორც უფრო მეტად წილმქონენი მასთან. ამრიგად, ღმერთს უფრო უსაკუთრესად ეწოდება მზედა სინათლე, ვიდრე სიბნელე, დღე, ვიდრე ღამე, სიცოცხლე, ვიდრე სიკვდილი.
აგრეთვე ცეცხლი, ქარი და წყალი, როგორც ცხოველ მყოფელნი, ვიდრე მიწა, მაგრამ ყოვლის უწინარეს და უმეტესად სიკეთე ვიდრე ბოროტება. ანუ რაც იგივეა არსი ვიდრე არაარსი, რადგან კეთილობა ყოფიერება და მიზეზია ყოფიერებისა, ხოლო ბოროტება ესაა კეთილობისაგან, ანუ ყოფიერებისაგან მოკლებულობა. ამრიგად, ესენია უკუთქმანი და მტკიცებანი, მაგრამ უტკბილესია აგრეთვე ორივე მათგანის შენაწევრება, როგორც მაგალითად ზეარსია არსება, ზეღმერთი ღმერთი, ზედასაბამობითი დასაბამი და სხვა ამგვარნი. არის აგრეთვე ზოგი სახელი, რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, მაგრამ ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსი აქვს. ასეთია მაგალითად სიბნელე, რაც ეწოდება ღმერთს, არა იმიტომ, რომ იგი სიბნელეა, არამედ იმიტომ, რომ სინათლე არ არის, როგორც სინათლეზე უზემოესი. ამრიგად ღმერთი ითქმის გონებად, აზრად, სულად, სიბრძნედ და ძალად, როგორც ამათი მიზეზი, როგორც უნივთო, როგორც ყოვლის მოქმედი და ყოვლის შემძლე, ყოველივე ეს ზოგადად ითქმის მთელი ღმრთეების შესახებ, ერთნაირად, იგივეობრივად და დაუკლებლად წმიდა სამების ყოველი გვამოვნებისადმი. ამასთან ნაწილი ითქმის უკუთქმითად, ნაწილი მტკიცებითად. ამიტომ, როდესაც ერთ გვამოვნებას მოვიაზრებ, თავად სრული ღმერთი ვუწყი, სრული არსება, როდესაც ვაერთებ და თანააღვრაცხავ სამს, ერთი სრული ღმერთი ვუწყი. არ არის შედგენილი ღმრთეება, არამედ სამ სრულში ერთი სრული, დაუნაწილებელი და შეუდგენელი. მეორე მხრივ, როდესაც გვამოვნებათა ურთიერთმოთვისეობას მოვიაზრებ, ვუწყი, რომ არის მამა, ზეარსი მზე, სიკეთის წყარო, უფსკრული არსებისა, აზრისა, სიბრძნისა, ძალისა, სინათლისა, ღმრთეებისა, მასში დაფარული კეთილობის მშობელობითი და გამომავლინებლობითი წყარო. ამიტომ ის არის გონება, აზრის უფსკრული, სიტყვის მშობელი და სიტყვის მიერ გამომავლინებელი გამოცხადებითი სულისა. ანუ ბევრი რამ არ თქვა, არ არის მამასთან. სიტყვა, სიბრძნე, ძალა და ნებელობა, თუ არა ძე, რომელიც არის მხოლოდ ძალა მამისა, ყოველთა შესაქმნის წინადამწყები. შობილია იგი, ვითარცა სრული გვამოვნება, სრული გვამოვნებისაგან, ისე როგორც თვით უწყის ეს, რომელიც არის და ითქმის კიდეც ძედ, სულიწმინდა კი გამოცხადებული ღმრთეების დაფარულობისა, მამის ძალაა, მამისაგან ძის მიერ გამომავალი, როგორც თვით უწყის ეს, თუმცა არა შობითად. ამიტომ სულიწმინდაც ყოველთა შესაქმის სრულ მოქმედია. ამრიგად, რაც შეესაბამება მამას, მიზეს, წყაროს და მშობელს, მხოლოდ მამისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. რაც შეესაბამება მიზეზოვან შობილ ძეს, სიტყვას, წინადამწყებლობით ძალას, ნებელობას და სიბრძნეს, ძისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. ხოლო რაც შეესაბამება მიზეზოვან გამომავალ, გამაცხადებელ და სრულ მოქმედ ძალას, წმიდა სულისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. მამა არის ძისა და წმიდა სულის წყარო და მიზეზი. იგი არის მამა მხოლოდ ძისა და გამომავლინელი წმიდა სულისა. ძე არის ძე, სიტყვა, სიბრძნე, ძალა, ხატი, გამოცისკრება, ხატოვნება მამისა და მამისაგან. სულიწმინდა კი არის არა ძე მამისა, არამედ სული მამისა, როგორც მამისაგან გამომავალი, რადგან არანაირი აღძვრა არ არის სულის გარეშე და არის იგი სული ძისა, არათუ როგორც მისგან, არამედ როგორც მის მიერ მამისაგან გამომავალი, რადგან მამაა მხოლო მიზეზი.